დღემშვიდობისა ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ ინტერაქტივს. მე ვარ ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია. ამ დროიდან სტუდიის ტელეფონის ნომერზე 557 88 55 88 შეგიძლიათ დაგვირეკოთ და თემასთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენი აზრი გამოთქვათ, როგორ აფასებთ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სკანდალურ განცხადებებს. მან ბოლო 2 დღის განმავლობაში წერილები გამოაქვეყნა, რომელიც თავისი შინაარსით სკანდალურიც არის, გამოუგნებელიც არის. პირველ წერილში ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს: ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა. სამწუხაროდ სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინა რა ვღუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას, ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას, უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას. დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას. ამბობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირველ წერილში და თან ურთავს წერილს ამ ყველაფრის პარალელურად წერილს, რომელიც მიიღო მან ბიძინა ივანიშვილის სახელით მამუკა მდინარაძისგან. ამ წერილში კი ვკითხულობთ, რომელიც გაუგზავნეს ვიმეორებ ირაკლი ღარიბაშვილს. დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილისნაირმა მხარდამჭერებმა, სიტყვა მხარდამჭერებმა ბრჭყალებში წერია და სოციალურ ქსელებში დაორგანიზებულმა კამპანიამ ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს. ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის რამდენიმე საქმეზე, რომლების სავარაუდო შედეგები იქნება კორუფციის ბრალდებები. ამიტომ არსებობს ჩვენი მხრიდან ორი ვარიანტი. ვიდაოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ. მეორე ვარიანტი კი ირაკლი ღარიბაშვილის თქმით თავად შესთავაზეს წერილის ავტორებმა, რომ მას უნდა ეღიარებინა კიდევ ერთი ბრალი, კორუფციის ბრალი. მაგრამ სასჯელი მნიშვნელოვნად არ გაიზრდებოდა, რადგან შეკრებითობის და შთანთქმის წესების მიხედვით ისევ 5 წელი დარჩებოდა ღარიბაშვილს, მაგრამ უკვე ღიად იქნებოდა კორუფციაში ბრალდებული და ის ვეღარ შეძლებდა ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლიტიკაში დაბრუნებას. როგორც ჩანს, იმ ავტორებს, ვინც ღარიბაშვილს ეს წერილი გაუგზავნა, არ სურდათ ყოფილი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკაში დაბრუნება. უბრალოდ არ სურდათ კი არა, ძალიან არ სურდათ, ასე ირკვევა. მეორე წერილი კი უკვე გამოქვეყნდა გუშინ საღამოს, რომელშიც ვკითხულობთ. საზოგადოებას მინდა ვუთხრა სიმართლე, თუ რატომ ვზივარ ციხეში. შარშან დაწყებულმა ეგრეთ წოდებულმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიამ თავარი მიზანი დაისახა ჩემი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება. და ამ ყველაფრის მიზეზი ღარიბაშვილის თქმით სწორედ მისი დაპატიმრება იყო. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა გუნდთან და ჩემთვის ძვირფას ადამიანებთან დაპირისპირებაში შესვლა. სწორედ ამიტომ მე უარი ვთქვი სამართლებრივ ბრძოლაზე და ბოლომდე გავყევი ჩემთვის გამანადგურებელ პროცესს, რათა არ დამეზიანებინა სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესები. სამწუხაროდ მივიღე დადგმული, ბინძური, ბევრი ტყუილი და უსამართლობა. საზოგადოებას ჩემგან არც ერთი სიტყვა არ სმენია მთელი ამ ხნის განმავლობაში. მე სრული მოთმინებით მივიღე ეს განსაცდელი, წერს ღარიბაშვილი. მაგრამ ჩემთვის მოულოდნელად ივლისში მივიღე ჩემს მიერ გუშინ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ. იმავე დღეს მე მას გავაგებინე ჩემი პოზიცია. კიდევ ერთხელ დავუფიქსირე, რომ არ ვაპირებდი პოლიტიკაში დაბრუნებას და აღნიშნული რისკის გადაზღვევის მიზნით შევთავაზე ჩემი ხედვა. მაგრამ მათ საპასუხოდ შემომთავაზეს, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ პოლიტიკაში დაუბრუნდებოდი და ამისთვის აუცილებელი იყო ჩემთვის კორუფციის ბრალის წარდგენა და ჩემ მიერ მისი აღიარება. ანუ ახალი დანაშაულის აღიარებაზეა საუბარი და კორუფციაზე. ეს იყო ნათელი ხაზი, რამაც გადამაწყვეტინა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული ნაბიჯი, გადამადგმევინა ჩემს მიერ ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაბიჯი. შესაბამისად, რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებული გავხდი, იძულებულს მხდიან დავიწყო ბრძოლა. ამბობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ირმა ინაშვილის სახელი ფიგურირებს იმ წერილში, რომელიც ღარიბაშვილმა ციხეში მიიღო. ქალბატონი ირმა გამოეხმაურა ამ ყველაფერს, მან თქვა, რომ
თავისი ცხოვრების განმავლობაში არასდროს არანაირი კამპანია არ უწარმოებია არავის ხარდასაჭერად გნებავთ ან წინააღმდეგ რასაც ფიქრობდა და რა პოზიციაც ჰქონდა მას ყოველთვის ღიად ამბობდა და აი ამას უსვამს ქალბატონი ირმა ხას ხოლო რაც შეეხება ბატონ ღარიბაშვილს გვახსოვს ჩვენ ამ ეთერიდან ჩვენი სტუმრების ჩვენი წამყვანების განცხადებები რომელიც ნამდვილად გამოხატავდა ჩვენს პოზიციას და ქალბატონი ირმაც ასეთ პოზიციას გამოთქვამდა და ვიცით რომ ბატონი ღარიბაშვილი 2012 წლამდე ობიექტივი სტუმარიც ხშირად ყოფილა თანამებრძოლი იყო ეს ირმაინაშვილისაც ჩვენი გუნდისაც ვიცნობთ მას და როდესაც ყოფილი თანამებრძოლი თუნდაც განსაცდელშია მის წინააღმდეგ ნამდვილად არასდროს არ გვიმოქმედია ჩვენ ეს არის საქმემნიშვნელოვანი. Როგორ აფასებთ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ამ სკანდალურ განცხადებებს? პირველი ზარია მოусმინოთ ავტორს, გამარჯობა გისმენთ. ილია გამარჯობა შვილო. დიახ. გამარჯობა. მოდი დავიწყოთ აქედან შვილო, რომ როდესაც პირველად ირაკლი ღარიბაშვილი იყო პოლიტიკაში და იყო ხან თავდაცვის მინისტრი, ხან შინაგან საქმეთა მინისტრი. აი მან ივანიშვილმა ხო გაუშვა იმიტომ რომ იყო კორუფციონერი პირველად მოაბრუნა მეორეთი ხო და ეხლა იგივე ბრალდები დააკავა ივანიშვილმა იმიტომ რომ თურმე ყოფილა კორუფციონერი და თუ კორუფციონერი იყო ღარიბაშვილი პირველად რომ გაუშვა რატომ მოაბრუნა მეორეთი რა ხო იცოდა ეს ყველაფერი ივანიშვილმა მე რაც შეეხება შვილო იმას დაქვია გამოდიან მაგის პარტიის წევრები ღარიბაშვილის ოცნებისა და ლაპარაკობენ ღარიბაშვილის უარყოფით ისინი თვითონ ამბობენ რომ არიან კორუფციონერები თავიანთი პარტიის წევრები თავობის წევრებზე მათ ლაპარაკი და ვის ღარიბაშვილს უცამბობს თავის პარტიის წევრები და ვამბობ არის შინიათ რომ იგივე ბედს გაიზიარებენ რა დღეს ღარიბაშვილს დაემატა გავიგეთ დიდი მადლობა გასაგებია თუმცა პირველად როდესაც დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მაშინ განმარტებები ჩვენ არ მოგვისმენია თუ რა მიზეზით წავიდა ბატონი ღარიბაშვილი იმ დროს პოლიტიკიდან და ეს კორუფცია რომ ახსენეთ ამიტომ მინდოდა დამეზუსტებინა აუცილებლად დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის სიცოცხლეზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ მთავრობას ამბობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ორგზის ამბობს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, მაღალი თანამდებობის პირი იყო და ყველასათვის ცნობილი ადამიანი. აი ამ დროს ჩნდება გარკვეული დაუცველობის განცდა ალბათ ჩვეულებრივ ადამიანში. ყველანი ჩვეულებრივები ვართ, მაგრამ თანამდებობრივ კუთხეს გულისხმობ. ანუ რამდენად დაუცველები ვართ თურმე ჩვენ, რომ დასჭირდეთ ერთ დღეში მოსპობენ ადამიანს. ასე იმართება ქვეყანა რომ საქმეებს კერავენ ვიღაცის პოლიტიკაში დაბრუნება არ დაბრუნებას ბრალის საყენებით ცდილობენ თუ ადამიანმა ვინმე ნამდვილად დააშავა რამე მას უნდა მოსთხოვონ პასუხი რაღაც ვაჭრობა კი არ უნდა დაუწყონ თუმცა ბატონი ღარიბაშვილი ამ შემთხვევაში ციხეში კორუფციის ბრალდებით არ ზის ეს ხომ სიმართლეა მას ედავებიან რომ ბიზნეს საქმიანობას აწარმოებდა და ეს საქმიანობა უბრალოდ დეკლარაციაში არ ჩაწერაო ზარია ეთერში გისმენთ. ილია გამარჯობა. გამარჯობა. სასწრაფო გასამართლე ივანიშვილი დინარაძესა და ოვაჰეჯე. ეს ამბავს ყველაფერი მაგათი ამბავია. ეს კაცი გაუწევ საერთოდ და მის არის საფაბალოს. დიახ. გავიგეთ, კეთილი, გასაგებია. უმძიმესი სიტყვებია ამ წერილებში ნათქვამი, უმძიმესი, ტყუილი, უსამართლობა, ცილისწამებლური კამპანია, ოჯახის საფრთხეში ყოფნა. აგრეთვე ჩვენ გავიგეთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს დაცვა მოუხსნეს თურმე, რომელიც ეკუთვნით ყოფილ პრემიერ-მინისტრებს. ამას მოჰყვა ის, რომ დაცვის სპეციალური ჯიხურები რომელიც დგას უსაფრთხოების მიზნით იქ შეიჭრნენ უცხო პირები და RBSS და ალეწეს თურმე იგინებოდნენ ახლა თურმე ღარიბაშვილს ეუბნებიან რომ კიდევ ერთი კორუფციული საქმის შესახებ უნდა აღიაროს და თავი დამნაშავედ ცნოს იმიტომ რომ ბოლომდე გაშავდეს როგორც თვითონ ღარიბაშვილი ამბობს და ამის შემდეგ, როდესაც ციხიდან გამოვა, მას პოლიტიკაში მოსვლის და ბრუნების ყოფნის არანაირი შანსი აღარ უნდა ჰქონდეს, ეს ქონიათ მიზეზი.
რომ ბოლომდე განადგურებული იყოს ხარიბაშვილი, როდესაც ციხიდან გამოვა. სტუდიის ტელეფონის ნომერი შეგახსენებთ, როგორ აფასებთ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მართლაც სკანდალურ განცხადებებს, რომელიც ბოლო 2 დღის განმავლობაში მოვისმინეთ. 5-5-7-95-95-98. აქვე მინდა ჩვენს ერთგულ მაყურებლებს და რადიომსმენელებს ფერი ცვალების დღესასწაული მოგილოცოთ. ყოველივე კარგი გისურვოთ, დიდი პატივისცემით და სიყვარულით. სარია ეთერში, გისმენთ? დაიწყეთ საუბარი, თქვენ ეთერში ხართ. გისმენთ? გამარჯობა. ალო, გამარჯობა, გისმენთ. ანა, ვიგენგერო მე არის. ოიგო, ამბინისტერი. კაცი უნდა იყოს პირდაპირი, მე კი არ უნდა აქო. როცა როქონდა სესწენები, აღგენდა თქვენ მოწმენდეთ. მე ნუ ოქრე ბრაკეტი მაგარი მიმართო, თუმცა მაინცია. ხოდა, ჩვენ ნույნիսე ფუნქცია. აღმართი და დაგმართი ასეთიანი დაგმართი. აქის ნაციონალები და ოსუნება და ნუ ბავშვი დაკაშანი უნდა იდეს. კარგით, გავიგეთ, მადლობა თქვენ ზარისთვის, ცუდად ისმოდა, მაგრამ გარკვეულწილად ალბათ გაიგო მაყურებელმა და რადიომსმენელმა. როდესაც ხარიბაშვილი უკვე ღიად მიანიშნებს, რომ პირველი დანაშაული, რომელიც აღიარა, არ ჩაუდენია და ეს იმიტომ გააკეთა, რომ გუნდის დაზიანება არ სურდა და ქვეყნის ინტერესების დაზიანება, თურმე აი ახლა ივლისში ახალი წერილი მიუღია, ამ წერილში კი ეუბნებოდნენ, რომ სოციალურ ქსელებში ალბათ რაღაც კამპანიები იყო, იქ ირმაინაშვილმა განცხადებები გააკეთაო და ამან ქართული ოცნება ძალიან დააზარალაო. ამიტომ შენ შეიძლება ბატონო პოლიტიკაში დაბრუნდეო. რომ დავაზღვიოთ ეს და არ დაბრუნდე პოლიტიკაშიო, ჩვენ რამდენიმე საქმეს დაგდებთ ბრალადო. ან შენ რომელიმე ერთი საქმე აღიარე და ბოლომდე შელახული იყო შენი სახელი, რომ გამოხვალ ციხიდან პოლიტიკაში ვეღარ იყო. აი ეს არის მოკლე შინაარსი ამ ყველაფრისა. და ამას აკეთებენ თურმე ბატონი მდინარაძე დამოუკიდებლად ამას ვერ გააკეთებდა ბატონი კობახიძე ამაში ჩართული, როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილის სახელით მოქმედებენ და თავად ბატონ ბიძინას არანაირი განმარტება არ გაუკეთებია ჯერჯერობით ნამდვილად ის იყო ამ წერილის გაგზავნაში ჩართული თუ არა. მოკლედ ძალიან რთულია თემა. თქვენი შტაბეჭდილებით რა ხდება სინამდვილეში აქ და როგორ აფასებთ ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო 2 წერილს, რომელიც თავისი შინაარსით მართლაც სკანდალური იყო. მამუკა მდინარაძე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო, შემდეგ მინისტრი იყო კოორდინაციის საკითხებში ძალოვანი უწყებების, ახლა რაღაც ახალ სამინისტროს უქმნიან და ვიცე-პრემიერიც არის. ამბობს, რომ ეს წერილი მას არ გაუგზავნია და ღარიბაშვილი ტყუისო. 5-5-7-88-55-88, როდესაც ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ მისი და მისი ოჯახი სიცოცხლე საფრთხეშია, როდესაც ის ამბობს, რომ ის წინააღმდეგ საქმეებს კერავენ ბრჭყალებში, ამ დროს რიგითმა მოქალაქეებმა რა უნდა ვთქვათ, რამდენად დაუცველი ვართ ჩვენ დღევანდელ ცხოვრებაში. სარია, გისმენთ? ალო. გამარჯობა, ეთერში ხართ, გისმენთ? გამარჯობა. თქვენ რა ხოლმე გასიხარ? კორექტულად ისაუბრეთ, ბიჭოთი მიმართვა პირდაპირ ეთერში არის არაკორექტული წამყვანის მიმართ. მე ბატონოთი მოგმართავთ თქვენ და კეთილი ინებეთ და ანალოგიურად მომმართეთ. დაასრულეთ, გისმენთ? კორექტულად, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ. თუ სათქმელი გაქვთ, ბრძანეთ და დაასრულეთ. გათიშა როგორც ჩანს ზარის ავტორმა 5-5-7-88-95-88. ეს არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. პირდაპირ ეთერშია, ინტერაქტივი, ვაფასებთ და ვსაუბრობთ ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო 2 განცხადებაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ იწყებს ბრძოლას. რადგან ამ უსამართლობის წინააღმდეგ შეგუების გზები აღარ დაუტოვეს.
რა იგულისხმება ამ ბრძოლაში ძალიან საინტერესოა, ბატონი ღარიბაშვილი პოლიტიკურ ბრძოლას იწყებს თუ სამართლებრივს თუ რა აქვს ჩაფიქრებული ეს ჯერჯერობით უცნობია, დაველოდოთ პროცესებს ძალიან საინტერესოდ შეიძლება განვითარდეს ყველაფერი. რა შთაბეჭდილება გაქვთ თქვენ მაყურებლებს და რადიომსმენელებს ამ საკითხთან დაკავშირებით, რას ფიქრობთ, რა ხდება? რამდენად მძიმეა ეს ყველაფერი და ეს განცხადება თავად თავისი შინაარსით? კორუფციის წინააღმდეგ დაწყებული ეგრეთ წოდებული ბრძოლა ჩემს ციხეში ჩასასმელად იყო დაწყებულიო, ამბობს ღარიბაშვილი. აგრეთვე აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა გარკვეული ხელწერა პოლიტიკური ოპონენტების განადგურებისა, რასაც თურმე აკეთებს დღევანდელი მმართველი გუნდი. ყოველ შემთხვევაში ბატონი კობახიძე, ბატონი მდინარაძე ალბათ ასე მოქმედებენ ყველას მიმართ. მაგალითად შემიძლია ვთქვა, რომ პატრიოტთა ალიანსის წინააღმდეგ რაც ხდებოდა და ხდება დღემდე, ბოლო 6-7 წლის განმავლობაში რაც ხდება, ეს თითქმის იგივე ხელწერაა ჩემი აზრით. რომ ცდილობენ ეს გუნდი, გნებავთ ეს ტელევიზიაც, გააქრონ, ჩამოიშორონ, ყველაფერი გაუფუჭონ და ეს არის ამათი საქმე. საქმეების შეკერვა, სპექტაკლების დადგმა, ტყუილების მოფიქრება, ცილისწამება, ბოროტება, ძალიან სამწუხარო რეალობაში ვცხოვრობთ. ამიტომ არის შემდეგ რომ ახალგაზრდებსაც და უფროსი თაობის წარმომადგენლებსაც აქვთ განცდა რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა და ნიჰილიზმია ამ პოლიტიკის მიმართ. მაგრამ პოლიტიკას თუ კეთილსინდისიერი ადამიანები გააკეთებენ, აღარ არის ის ბოროტი სფერო. ზარია ეთერში გისმენთ. გამარჯობა ბატონია. გამარჯობა, მოგესალმებით. ეს ერთი სპანაა რა. ეს მანიცერზიან კლანები ეს დასაგებია რა. აგვეკრის გამოსავალია ჩემი აზრით და არა მარტო ჩემის. ქართულმა ფიზიერმა ფიზმოსში ძალება ამბიციები გვერდზე გადადო და გაერთიანდნენ როგორღაც რა. მე ვერაფერს ვხედავ რა. მადლობთ. კიდევ ერთი საკმაოდ სერიოზული ფრაგმენტი ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან გუნდის დაზარალებაზე და ქვეყნის ინტერესების დაზიანებაზე ვთქვი უარი, ამიტომ შევეგუე ამ ყველაფერსო და ამის შემდეგ ამბობს, რომ მან მიიღო დადგმული, ბინძური კამპანია და პროვოკაცია და ძალიან ბევრი ტყუილი. აი ამას ამბობს გეუბნებით კიდევ ერთხელ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი. დინარაძემ შემომთავაზა, რომ 1% არსებობდა პოლიტიკაში დაბრუნების შანსი, ამიტომ ახალი ბრალი უნდა წარედგინათ ჩემს მიმართო და ეს უნდა მეღიარებინა მეო. ან თუ ამას არ გავაკეთებდი, თვითონ აწარმოებდნენ საქმებს და ბოლომდე მიაწვებოდნენ ჩემ წინააღმდეგ ბრძოლაში, სამართლებრივ ბრძოლაში ამ საქმესო ასე მომწერესო. ზარია ეთერში გისმენთ. ჰალო. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა ბაზონო ჩემო. მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა უდიდესი მადლობა გამოუცხადოთ ხეს ტელევიზიას. მადლობთ, დიდი მადლობა თქვენ. ასეთი გადაცემებისათვის არ არსებობს არც საქართველოში არც ერთი ტელევიზია, რომელსაც შეძლოს ხალხთან კავშირი ასე კარგად. მე მინდა რომ მადლობა გამოგიცხადოს თქვენ პირადად ბატონ მიროინაშვილს, ბატონ ხალხთან მოურავს. უღრმესი მადლობა ამისათვის. მადლობთ თქვენ. რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას, მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება სწორად იქცევა დღევანდელ პირობებში უკეთეს ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ გლობალიზაცია ისე მჭიდროდაა დაკავშირებული ყველა ქვეყნებთან, რომ დასაქმოს ჩემო ბატონო, ჩვენ საუბრობთ რუსეთი, ევროპა, ერთი წუთით მომისმინეთ, გლობალიზაცია რა შუაშია, შიდა პოლიტიკაზე ვსაუბრობთ და ღარიბაშვილის განცხადებებზე. დიახ, ღარიბაშვილის განცხადებები დღეს თითქოს არ არის მოსაწონი, იმიტომ რომ მან თავის ცხოვრების მანძილზე დიდი საფეხურები გამოიარა მთავრობაში და
არ უნდა გაეკეთებია ეს ფულის დაგროვება, ასეთი დაგროვება და არ უნდა ყოფილიყო დაფარული. უნდა სახელმწიფოსთვის შეეტყობინებინა და აღიარებინა ეს თავისი ბიზნეს საქმიანობა. კარგი, გასაგებია თქვენი სათქმელი. მე დარწმუნებული ვარ დღეს რომ სათანადო უწყებებმა მთელი ყურადღებით დაიწყონ ჩვენი პარლამენტარების, მინისტრთა კაბინეტის წევრების და სხვადასხვა ჩინოვნიკების დეკლარაციების შესწავლა და გადამოწმება იმდენ ფინანსებს და იმდენ არადეკლარირებულ ბიზნესს ნახავენ, რომ აი გაუცებული დარჩებით ყველანი. ასე რომ ახლა ეს გაშავების პოლიტიკა, რაც ღარიბაშვილის წინააღმდეგ წარიმართა, როგორც თვითონ ამბობს, იმიტომ იყო წარმოებული, რომ მისი პოლიტიკაში ყოფნა ან დაბრუნება არ სურდათ. და ეს იმ წერილებშიც იკითხება, რომელიც მისი თქმით ბიძინა ივანიშვილისგან მამუკა მდინარაძემ მიაწოდა. როგორ აფასებთ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რა არის თქვენი სათქმელი, თქვენი პოზიცია, რა ხდება აქ სინამდვილეში, როდესაც მაღალი თანამდებობის ყოფილი პირი ამბობს, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის სიცოცხლეზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებასო მთლიანად. რას ფიქრობთ იმაზე, რომ ის ამბობს, რომ მის წინააღმდეგ ხდებოდა და ხდება ცილისწამება, პოლიტიკურად განადგურების კამპანია, რომ მას სთავაზობენ ახალი დანაშაულის აღიარებას იმისთვის, რომ ბოლომდე იყოს გაშავებული და ამით პოლიტიკაში დაბრუნების მისი შანსები მოისპოს, 1%-იანი შანსი მაინც არსებობს, თურმე ასე უპასუხეს, როდესაც ღარიბაშვილმა საპასუხო წერილი გაუგზავნა ავტორებს. სარია, გამარჯობა. გამარჯობა. მე მინდა ვთქვა, ბიძინა ივანიშვილი ამდენად საგებელი დინარაძე მისი პროცესი ჩემი აზრით აბსოლუტურად ამასთან დაკავშირებით ხმიაზე მაგ დიახ. კარგით, თუ ეს იყო მხოლოდ სათქმელი, გავიგეთ, აბსურდია რომ ბიძინა ივანიშვილისგან იყოს ეს წერილიო. გამოდის რომ თუ ბიძინა ივანიშვილისგან არ არის ეს წერილი და ბატონმა ბიძინამ არ გაუგზავნა ღარიბაშვილს, მეც არ მჯერა ეს სიმართლე გითხრათ რომ მან გაუგზავნა. მაშინ მისი სახელით, ბიძინა ივანიშვილის სახელით ცუდ საქმეებს აკეთებენ ვიღაცეები და ვინ უკვე ჩანს კონტურები. ზარია, გამარჯობა. 557-95-58 პირდაპირ ეთერში ვართ, როგორ აფასებთ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო ორ საკმაოდ ხმაურიან განცხადებას, რა ხდება თქვენი აზრით, რა შთაბეჭდილება გაქვთ ამ ყველაფერზე და თქვენი შეფასება მოკლედ. გისმენთ, გამარჯობა. ეთერში ხართ. გამარჯობა გენცელე. მოგესალმებით. თუ გავითვალისწინებთ ბატონ ბიძინას შესაძლებლობებს და მახინაციებს, ძალიან დიდი შანსია, რომ ეს ყველაფერი ბიძინას გადადგმული ნაბიჯია. შემდეგი არჩევნებისთვის ნულია საერთოდ შემდეგ არჩევნებზე მაგათი პროცესი ნულია და რაღაც ხრიკებს ერთებს რომ ვიღაცა გამოიყვანოს საქართველოს მხნელი ღარიბაშვილის სახით. ეს საქმე კი დაუყაროს თავის გოშიები რო ყავს ეგ. და სხვათა შორის გახარიათ მაგის პროდუქტია რო იცოდეთ. ეს შემდგარ რა თქმა უნდა. რაღაცა ვიცი და იმიტომ ვიძახი, კარგად ბანდებოდი. ხალხო არ დაიგეროთ, ეგ არის თუ ყველაფერი ტყუილი. მაიმუნობა და კიდევ ერთხელ მაიმუნობა. კარგით, გასაგებია თქვენი შეფასება. 557-98-55-88 პირდაპირ ეთერში ვართ. თავისუფალი ეთერია, ნებისმიერი შეფასებით შეგიძლიათ შემობრძანდეთ. ნომერზე დარეკვა ძალიან მარტივია, მაშინვე ხვდებით გადაცემაში, როგორც კი ამ ნომერს აკრიფავთ, მთავარია ხაზი არ იყოს დაკავებული. ზარია კვლავ გისმენთ? ალო. გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა, გამოურთეთ ხმა ტელევიზორს.
Алло. Владимир. დიახ, გისმენთ. ამ თავდება რაც არსებობს ინჟინერს ხელმძღვანელობი ყველაზე კარგი და ნორმალური კაცი იყო გარიბაშვილი. კარგით, ტელევიზორს არ გინდათ ხმა გამოურთოთ, გავიგე, ეს ხარვეზებს გვიქმნის და ამიტომ ჩვენის მხრივ მოგვიწევს გავთიშოთ, გავიგეთ თქვენი სათქმელი. მადლობა ზარისთვის. 557-88-55-98, როგორ აფასებთ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო 2 ხმაურიან განცხადებას. ის ამბობს, რომ იწყებს ბრძოლას, რადგან სხვა გზა არ დაუტოვეს. რადგან ციხეში მიიღო წერილი, სადაც მას ეუბნებოდნენ, რომ კიდევ ერთი ბრალი უნდა დაუმატონ, კიდევ ერთ საქმეზე უნდა გაასამართლონ, მან უნდა აღიაროს კორუფცია, ამჯერად სხვა საქმეზეა ლაპარაკი. ის მიიჩნევს, რომ მისი ოჯახი ციხის გარეთ, საფრთხეშია უბრალოდ და ამაზე პასუხისმგებლობასაც ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს აკისრებს, საუბრობს იმაზეც, რომ პირველი ბრალი, რომელიც აღიარა, ასე ვთქვათ, ეს იყო უსამართლო. ეგრეთ წოდებული კორუფციასთან ბრძოლაო, იმიტომ მოიგონესო, რომ ჩემი ციხეში ჩასმა უნდოდათო. და სხვა ბევრი სიტყვაც არის ნახსენები ამ წერილებში, უსამართლობა, განადგურების მცდელობა, ტყუილის, ცილისწამების კამპანია, გაშავება ადამიანების და ეს პოლიტიკური ხელწერაა, როგორც ჩანს, ვიღაცები ამას აკეთებენ. ან რა ხდება? ამ კითხვას ვსვამ მე გადაცემაში. თუ ზარია შემოუშვათ, გისმენთ? გამარჯობა. თუ ირაკლი ღარიბაშვილი ნამდვილი ციხესთან ნამდვილი ბრძოლას დაიწყებს, მე დარწმუნებული ვარ, მას ხალხის უმრავლესობა მხარს დაუჭერს. მით უმეტეს, ხელოვანი მთავრობა და ხელისუფლება ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას ეზიზღება. ამჯერად რო ეს საქმეა, გომაჯოს ირაკლი თუ რო ნამდვილად იბრძოლებს, მის გვერდში ვარ. კარგით, გასაგებია თქვენი სათქმელი. ამ წერილში, რომელიც ღარიბაშვილს ციხეში გაუგზავნეს, ირმა ინაშვილიც არის ნახსენები. ძალიან დაგვაზარალაო ჩვენ ქართული ოცნება ირმა ინაშვილის, მოკლედ განცხადებებმა და რაღაც კამპანიას უწოდებენ ირმა ინაშვილის სატელევიზიო გამოსვლებს და ქალბატონი ირმა თავისუფლად ამბობს, რომ არანაირი კამპანია არასდროს არ უწარმოებია ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ადრე მისი თანამებრძოლი იყო და მეგობარი, მას ზურგი არ აქცია უბრალოდ, როდესაც ის დაკავებული იყო. სხვებმა ძალიან კარგად აქციეს გუნდი, ზურგი, ვინც მეგობრებად მიიჩნევდნენ, მეორე დღეს უკვე აგინებდნენ და ირმა ინაშვილს ეს არ გაუკეთებია. იმიტომ რომ მეგობრობა სულ სხვანაირია. ზარია ეთერში, გისმენთ? ალო. დიახ. გამარჯობა. ღარიბაშვილი, ხაღლიგი და მამა ზაღლი. გარის ცხოვრება გაგზავნა ვეტერანთა დეპარტამენტი არაიმე ყურადღება არ მომაქცია. კარგი. ზოგადად გაიკვირა მილიონები გაიკვირა თაღლიკები მეტად დანაწაღლებს ის. გარის ქვეყნის ცხოვრება. კარგით, დიდი მადლობა ცუდად ისმის სამწუხაროდ, მილიონერები არიან დღევანდელ მინისტრთა კაბინეტში უმრავლესობა. პარლამენტარების უმრავლესობა მილიონერია. და მილიონერი და მილიარდელი ვინც არის და რამდენიც არის მთავრობაში, ეს ყველამ ვიცით, ასე რომ, ახლა აქ სხვა რამე რო ხდება, ამაზეა საუბარი. სულ სხვა რამ ხდება აქ კულისებში. და ეს არის საინტერესო და გასაანალიზებელი. ამიტომ ვსვამთ დღევანდელ ეთერში ამ შეკითხვას. როგორ აფასებთ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს 557 88 45 88? ზარია, გისმენთ? გამარჯობა, გისმენთ? არ არის როგორც ჩანს კავშირი 557 88 45 88. არ ვიცი როგორ გამაგებინებთ ზარი რომ იქნება, იმიტომ რომ ეკრანი არ მუშაობს ამ ეტაპზე, სადაც ეს ინფორმაცია უნდა დავინახო მე. თუ ზარია, მივიღოთ, გისმენთ? არ არის როგორც ჩანს კვლავ კავშირი.
საუბრობთ იმ ბოლო ორ ხმაურიან წერილზე, რომელიც ციხიდან გამოაგზავნა ირაკლი ღარიბაშვილმა, ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ურგზის პრემიერ-მინისტრმა საქართველოსი და მძიმე სიტყვები წერია ამ წერილში. როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირი წარსულში ამას ამბობს და პირად და ოჯახის უსაფრთხოებაზეც კი ამახვილებს ყურადღებას და საუბრობს შეკერილ საქმეებზე და საქმეზე, რასაც მისი რეპუტაციის გასანადგურებლად გეგმავენ და აკეთებენ და თანაც ამას აკეთებენ ისე რომ ბიძინა ივანიშვილის სახელი დომინირებს, უცნაურია ეს ყველაფერი და ჩნდება განცდა საზოგადოებაში, რომ თუ ის ასე დაუცველად გრძნობს თავს, მაშინ ჩვენ რა უნდა ვიფიქროთ, შეუძლიათ ხვალ მოვიდნენ და ნებისმიერი ადამიანი გაანადგურონ. და ეს ხელწერაა თურმე ამ ხალხის. ასეთი ხელწერა აქვთ ოპონენტების, მოწინააღმდეგების განადგურების ხელწერა. იმ შიშით და იმ ქვეგრძნობით, რომ ის პოლიტიკაში არ დაბრუნდეს, ან პოლიტიკაში არ მოვიდეს, ან რაღაცნაირად არ დაგვაზარალოს ჩვენ ქართული ოცნება. ამ ცმიერებას და ამ ბოროტებას ნუ თუ ვერ ხედავთ. ზარია ეთერში, გისმენთ? აი ბატონო, ერთი რა უნდა შეგეძლო? დიახ. დიახ. აი მე და თქვენ წავედით სადღაც. ეს თვითონ კარგად იციან. გააწყობდეს ისეთი ცხოვრება, მოაწერე ამ ცხოვრებაზე ხელი. ხო. აი ხა წარმოიდგინე, აქ არის დიდი მაფია. ივანიშვილი ეუნება რომ მე ნუ მატყუებ. ივანიშვილს რაში ჭირდება მაგისი ოჯახი, მაგისი ეუნება რომ რაც მოიპარეთ, მოდი გამიყავით. არ უყოფენ თუ აი ბაჩილა ვარო იყო ვიღაცა. მისა მაყუთი გამოუშვა, მის ჭირდება ეს მატყუარა ხალხი ეს. თქვენ გონიათ რომ ან არჩევნები ტარდება, აქ არის მაფია, უმაღლესი დონის მაფია. არ ეკითხებიან ივანიშვილს, როგორ მოიქცევი, კარგად, აი ეკითხება მაგალითად. აი ნარმანია ეკითხება ისა ესე და შესაძლოა ცხოვრობენ, ეხლა ატყუებენ, ეხლა რომ მეტი არ მოუპარიათ ფული. დაუბრუნეთ ფული და კაცი არ შეგეხებათ არავის, დაუბრუნეთ ეგ ფული. წესი ეგრე მოიქცენ კაცი. აგა ბაჩილავამ დაუბრუნო. გავიგეთ ყველაფერი. ბაჩიაშვილი ძალით ჩამოიყვანეს, არაფრის დაბრუნებას არ აპირებდა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყო და ციხეში შემდეგ აიძულეს როგორც ჩანს რომ დაებრუნებინა და მე არ ვიცი ჩემი საქმე საერთოდ არ არის. შეგახსენებთ რომ ჩვენ საუბრობთ ირაკლი ღარიბაშვილის წერილებზე, გუშინ საღამოს გავრცელდა მორიგი წერილი, რომელშიც ვკითხულობთ. საზოგადოებას მინდა ვუთხრა სიმართლე, თუ რატომ ვზივარ ციხეში. შარშან დაწყებული ეგრეთ წოდებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის მთავარი მიზანი იყო ჩემი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება, წერს ღარიბაშვილი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა გუნდთან და ჩემთვის ძვირფას ადამიანებთან დაპირისპირებაში შესვლა. სწორედ ამ მიზნით მე უარი ვთქვი სამართლებრივ ბრძოლაზე. და ბოლომდე გავყევი ჩემთვის გამანადგურებელ პროცესს, რათა არ დამეზიანებინა სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესები. სამწუხაროდ, სანაცვლოდ მივიღე დადგმული ბინძური პროვოკაცია, ბევრი ტყუილი და უსამართლობა. საზოგადოებას ჩემგან არც ერთი სიტყვა არ სმენია მთელი ამ ხნის განმავლობაში. მე სრული მოთმინებით მივიღე ეს განსაცდელი. მაგრამ ჩემთვის მოულოდნელად ივლისში მივიღე ჩემს მიერ გუშინ გამოქვეყნებული წერილი, რომლის გამოგზავნა მამუკა მდინარაძემ უზრუნველყო. იმავე დღეს მე მას გავაგებინე ჩემი პოზიცია და კიდევ ერთხელ დავაფიქსირე, რომ არ ვაპირებდი პოლიტიკაში დაბრუნებას და აღნიშნული რისკის დაზღვევისთვის შევთავაზე ჩემი ხედვა. მაგრამ მათ საპასუხოდ შემომითვალეს, რომ მაინც არსებობდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ მე პოლიტიკაში დავბრუნდებოდი და ამისთვის აუცილებელი იყო ჩემთვის კორუფციული ბრალის წარდგენა და ჩემს მიერ მისი აღიარება. ეს იყო წითელი ხაზი, რამაც გადამაწყვეტინა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული ნაბიჯი მიმეღო. შესაბამისად, რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა. ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. ზარია ეთერში, გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. ის საერთოდ
თუ ღალიბაშვილზე მეკითხები, ღალიბაშვილი თვითონ არის ჩემი მე ძველი ქალაქელი ვარ. ორი კაცია, ორი. ჯერ არაფრიდან ადამიანი გახადეს. თელემა რატომ გააკეთებინ, რაც გააკეთა, მაგრამ რა გააკეთა? რო არა გებიან აიღეს, თუ ყველა მინდა ეგეთ ინაძე ეგენი კი არა, ეგენი პატრონებია. ეგენი სულ ეცნაირებიან თუ ყველა რა. ეგენია ხალხი, რომელიც სანამ კარგად არიან, როგორც ფეკი გარა ინტუქი მერე აი ახლა რო წერსო მე არ მიდოდი გადამეზო. რატო გადადგა მაგის დაბიჯე ქვეყანა მილიონები რა მოუჭერს დასი. ეხლა გამოდის და გაი ბატონი. კარგი. უბრალოდ თუ ყველა ძელი დავრობა. გავიგეთ, დიდი მადლობა. მე არ ვიცი ახლა იურისტები თვითონ უნდა აკეთებდნენ ამ განმარტებას და მე წავიკითხე რომ იურისტები ამბობენ ის კადრები რაც აჩვენეს რაღაც დიდძალი ოქროულობა და ფული რომ იყო ეს ღარიბაშვილის სახლიდან არც ერთი არ არის ამოხებული. სწორედ ამ ჩხრეკების პროცესში 26 თუ 30 ადამიანი გაიჩხრიკა და სხვადასხვა ოჯახებიდან ამოღებული ოქროულობა და ფინანსები იყო ეს და არა ღარიბაშვილის. ეს ერთი, თუმცა ეს იმას არ გამორიცხავს, რომ ღარიბაშვილს საკუთარი ბიზნესები ჰქონდა ნამდვილად. მას ბრალი წაყენებული არ აქვს კორუფციის ბრალდებით. ის სასჯელს იხდის კანონის დარღვევისთვის, რომელიც შემდეგ რამეს გულისხმობს, რომ აწარმოებდა ბიზნეს საქმიანობას და ეს ბიზნეს საქმიანობა დეკლარაციაში არ იყო ჩაწერილი. ზარია, გამარჯობა. გაითიშა. მე აქვე მინდა გითხრათ, რომ აგვისტოს თვეა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამ თვისა ობიექტივის ეთერში ინტერაქტივი შეისვენებს. ერთი კვირა ორშაბათიდან ინტერაქტივი აღარ იქნება ეთერში და სექტემბრიდან უკვე პირველივე რიცხვებში ჩვენ გავაგრძელებთ ინტერაქტივს. ერთი კვირით თქვენ შეისვენეთ ამ გადაცემისგან და ერთი კვირით წამყვანებით შევისვენებთ, მოდით ამაზე შევთანხმდეთ. ჩვენც მოგვენატრებით დარწმუნებული ვარ წამყვანებს და თუ თქვენც მოგვენატრებით გაგვიხარდება. ასე რომ ინტერაქტივი აგვისტოში ერთი კვირით შეისვენებს ორშაბათიდან. ზარია, გისმენთ? გისმენთ, ეთერში ხართ? ეს ის პერიოდია, მინდა დავამატო, რომ გადაცემების უმეტესობა უკვე გასულია, ასე ვთქვათ, საზაფხულო სეზონის გამო შვებულებაში და ინტერაქტივმა მიუხედავად იმისა, რომ ყველა გადაცემა უკვე ისვენებს სხვა არხებზე, მაინც აგვისტოს ბოლომდე არ შეწყვიტა არც ერთი წუთით ეთერში ყოფნა იმისთვის, რომ საზოგადოების ხმა ისმოდეს. ჩვენი მიზანი ის არის, რომ თქვენი ხმა ისმოდეს და თქვენი სათქმელი ისმოდეს და ამიტომ მთელი ენთუზიაზმით ვიმუშავეთ მთელი ზაფხული. უბრალოდ ერთი კვირით შეჩერდება ეს გადაცემა, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ და სექტემბრის პირველივე რიცხვებში უკვე აღვადგენთ მაუწყებლობას, უბრალოდ აღვადგენთ ინტერაქტივის ეთერში ყოფნას, თორემ სხვა გადაცემები უწყვეტად იქნება. ზარია, კვლავ ეთერში როგორ აფასებთ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს? ითიშება როგორც ჩანს კვლავ 5-5-7, 88, 55, 88 და რა ხდება სინამდვილეში, რა განცდა, რა შთაბეჭდილება გაქვთ ამ ყველაფერზე? ზარია, გისმენთ, შეგიძლიათ ისაუბროთ. დაიწყეთ, ეთერში ხართ, გისმენთ? ალო. მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. მე ასე ორობა. შევხარ აფიროზები. სუდად ისმის ტელევიზორს უნდა გამოურთოთ ხმა. ძალიან გთხოვთ ეს ჩვენი აუცილებელი წესი დაიცავით, როდესაც ეთერში რეკავთ და ტელევიზორისთვის ან რადიო მიმღებისთვის ხმა იყოს ბოლომდე გამორთული. სხვანაირად უბრალოდ კომუნიკაცია ვერ შედგება. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გასული 2 დღის განმავლობაში 2 წერილი გამოაქვეყნა, საკმაოდ სკანდალური შინაარსის იყო ორივე. როგორ აფასებთ ამ ყველაფერს და რა ხდება თქვენი აზრით სინამდვილეში? გისმენთ? გამარჯობა. მოგესალმებით. მე ხლა წერილის კომენტარებს ვერ გავაკეთებ, იმიტომ მაგათ შორის რაც ხდება მე მაგას ვერ კომენტარ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ფაქტი მოხდა, რომ ფული
უპოვეს, ამ თქვენ ახლა ამბობთ, რომ სახშია, სადღაც უპოვეს ფული თავის ოქროს ზოდებით. მე თქვენ თქვით, რომ იცით რა, ეს ფული არ არის და არც ეს ოქრო ჩვენიო, ასე ამბობენ იურისტები. ეს სხვადასხვა ოჯახებში იყო, მაგრამ ეხლა მე ეჭობა ამ ხელა კაცის თან ივანიშვილის მეორე ხელი იყო ერთდროს და ეხლა ტყუილად ამ ხელა ცილის წამება ცოტა რთული მომენტია მიხვდი და მით უმეტეს ხო აღიარა და საპროცესოები ხო რაღაცეები ხელი ხო მოუწერა და 5 წლიანზე ჩაასვეს და ყველაზე ცუდი ფაქტი არის ეს. ეხლა ამათ შორის რა ხდება წერილები და ის ძალიან რთული ის არის რა რომ თქვა ეხლა ვერ გეტყვით მე ამათ შორის რა ხდება. ყველაზე ცუდია რომ აი ფულზე ფაქტზე ეს რა არის? ეს არის არადეკლარირებული თავისი ბიზნესის თანხა, ხო? საგადასახადოში არ დააფიქსირა. არა, სხვა რამეა ეს, კარგად მომისმინეთ, როდესაც თქვენ ხდებით თანამდებობის პირი, მაშინ ვალდებული ხართ თქვენ რომ დეკლარაციაში ავსვათ. რა არის ეს დეკლარაცია? არის ვრცელი დოკუმენტი, სადაც დეტალურად ჩაწერთ რა ქონებას ფლობთ. ეს გადასახადები არ გეკისრებათ ამის გამო. უბრალოდ უნდა ჩაწეროთ იმ მიზეზით, რომ თუ კი შემდეგ თქვენ 5 წელიწადში გქონდათ 10 ლარი და გაგიხდათ 10 მილიონი, დეკლარაცია შეადარონ და თქვენი პასუხისმგებლობა დადგეს. ამისთვის არის ეს მხოლოდ. ხო და ეს თანხა ხო არა დეკლარირებული იყო. თანხა არა, თანხა საერთოდ არ მოუღია თუ ამბობენ. არ მინდა ამ დეტალებში შესვლა, მაგრამ ხო ეხლა ამას ხო ეგ უფრო უარესი მაშინ არ ვიცი მე მაგას ვერ დავიჯებ რომ ესე სცენარი ღარიბაშვილს რო ცილი რო დასამო აი თვითონ ამბობს მე არ ვიცი ახლა მე რა გიბასუხოთ თვითონ ამბობს რომ პირველი ბრალიო იმიტომ ვაღიარე რომ გუნდი არ დამეზიანებინაო და ახლა კიდე ახალი ბრალის აღიარებას მთხოვენო და ვეღარ მოვითმენ ამას და ვიბრძოლებ ბოლომდეო ეს არის მოკლე შინაარსი ხო გავიგე ეგ რთული კომენტარი ხლა მე მაგათ შორის კომენტარებს ვერ გავაკეთებ ძალიან დიდი მადლობა კი ბატონო მადლობთ დიდი მადლობა მე გეთანხმებით გარკვეულწილად იმაში რომ ძალიან რთული თემაა ეს ჩვენ ხედავთ მხოლოდ იმას რაც ზედაპირზე ხდება და რა ხდება კულისებში აი ამის დანახვა ჩვენ ამ ეტაპზე არ შეგვიძლია მხოლოდ ვარაუდი და ანალიზი შეგვიძლია გავაკეთოთ ამ პროცესისა და ამიტომ ეს სირთულეებთან არის დაკავშირებული გეთანხმებით 5-7-88-55-88 თუ ზარია მივიღოთ ეთერში გისმენთ ალო გამარჯობა დიახ იცით რა ვილაპარაკობ სპორტისტები მას ქვეყანას არქივ ქვეყანას დამოუკიდებდა ხალხს მივანდოთ პოლიციას სათამაშო და რატომ ჩვენ ასამუნებია ასეთი ინდივიდუალური პირობი რომ რაღაცის წერი პასუხი არ წამფუქენ არასწორია მაგრამ ის სათამაშოს მიანდა დილაპარაკობთ მოდი მაგალითად ჩვენ რაც ხელთ არის ასე შეიძლება რაჩაჩი ამბობენ კარგი კარგით მადლობა ქალბატონო როგორ თუ ლაპარაკი არ არის საჭირო საქართველოს ორგზის პრემიერ-მინისტრი წარსულში თავდაცვის მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი რომელიც ციხეში ზის აგზავნის წერილს სადაც ამბობს რომ ჩემი და ჩემი ოჯახის სიცოცხლე საფრთხეშიაო და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობასო ეს არ არის პატარა ამბავი და მეთანხმებით. აგრეთვე თუნდაც ერთი მოქალაქე იყოს, არ აქვს ახლა ამ თანამდებობებს და რეგალიებს მნიშვნელობა, ერთი მოქალაქე რომ ციხიდან აგზავნიდეს წერილს და ამბობდეს რომ ჯერ ერთი რისთვისაც ვზივარეკს საქმეო, შეკერილი არისო და კიდევ ახალ საქმეს მატენიანო, ბოდიში ჟარგონებისთვის. ჩვენ რა გადაცემა არ უნდა გავაკეთოთ ამაზე? არ უნდა ვისაუბროთ და გავაანალიზოთ? რასთან გვაქვს საქმე? რა ხდება ამ ქვეყანაში? ნუ თუ სიმართლეა რომ ადამიანებს პოლიტიკურად ანადგურებენ და პოლიტიკაში რომ არ დაბრუნდეს ან პოლიტიკაში არ იყოს ამის გამო საქმეებს ტენიან თუ არ ტენიან მე რა ვიცი ბოდიში ემოციისთვის ზარია ეთერში გისმენთ გაითიშა 5-5-7-88-55-88 ეს არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი შეგიძლიათ დარეკოთ. გისმენთ. აპიცემულო. დიახ. ეს ვიცი რომ
ლილუაშვილს რომ დაუმტკიცეს ფულის აღება, ასევე დაუმტკიცდა ღარიბაშვილთან და ბევრი ფული აღმოჩნდა, რატომ გინდათ რომ დაიცვათ ეს ღარიბაშვილები და ეს ვიღაცები? ნუ არა, არ ვიცა მე უბრალოდ ფაქტებს ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს? მეორეც რა. აი ესეთი რამეა პატრიოტი. არა, დაცვა ღარიბაშვილი. ღარიბაშვილმა იყო მთელი გზები რომ ეს დღეში შეჭამა მთელი ქვეყანა და მთელი გადაჭამა რა. რა ხდება ღარიბაშვილი შეჭამა გადაჭამა რა. იმაში მუშაობდა, სად მუშაობდა, მოიყვანა ივანიშვილმა რა. ყველაფერი რა. კეთილი. დიდი მადლობა. მე მინდა დაზუსტებები გავაკეთო და სიმართლე ვთქვა. ჟურნალისტის ვალია ყოველთვის რომ სიმართლე თქვას. და არც მსურდა და არც მაქვს არანაირი მიზეზი რომ ვინმე დავიცვან გავამტყუნო. უბრალოდ სიმართლეს გეუბნებით რომ ამ კაცის სახლიდან როგორც იურისტები ამბობენ, არც ერთი თეთრია ეს ოქროულობა და ეს ზოდები და ეს დოლარები მისი სახლიდან არ არის. ახლა ამას ამბობენ იურისტები და დანარჩენი ჩემი საქმე არ არის. და არც ღარიბაშვილს ვიცავ და არც არავის სიმართლე გითხრათ და არც არავის ვებრძვი კიდევ მეორეს მხრივ. ზარია ეთერში გისმენთ. Алло, ისა, შეჭამა თემი საქართველო, ჩემო კარგო, არის ცირფ რა ისე ღარიბაშვილი? არის საკუთები, რომლებიც ეხლა შეჭაპარებენ. პოლიტიკა მილიონები გადაუხდით ღარიბაშვილი. იქ გადაჭრა პარტიასი და კიდევ რაც დარჩა, თურმე ზოდები. კარგით, მადლობა თქვენ ზარისთვის, გასაგებია, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩხრეკა რომ ჩატარდეს დღევანდელი მთავრობის წევრების სახლებში, სოდებზე მეცაც იპოვიან იქ და კრიპტოვალუტასაც იპოვიან, გადამალულს ინტერნეტის მეშვეობით და იპოვიან ოფშორებში მილიარდობით და მილიონობით ლარსაც და ნუ ამ ფინანსებს მიღმა რა ხდება თქვა ამის კითხვა მინდა მე და რა არის ამ დაპირისპირების და ამ სკანდალური წერილის მიზეზი. ჯერ ერთი ადამიანი დამნაშავეც რომ იყოს, ის თვითონ ამბობს რომ არ ვარ დამნაშავეო. შეიძლება მას უთხრა რომ შენ პოლიტიკაში არ დაბრუნდე და ზუსტად ამიტომ კიდევ ერთი ბრალი უნდა აღიარო. ან შეიძლება ადამიანი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრი ამბობდეს რომ ჩემი ოჯახი სიცოცხლე საფრთხეშია და ამაზე აი გაკისრებთ პასუხისმგებლობას. შეიძლება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახთან დაცვის ბუნკერი დაარბიო და ეს მომხდარა თურმე დაცვის ოთახი სპეციალური რაც არის და გინებით და მიცვივდნენ თურმე. არ ვიცი ეს ყველაფერი მე მაეჭვებს მიჩენს უსამართლობის განცდას გარკვეულწილად და ამიტომ სვამ ამ შეკითხვებს გულწრფელად ვამბობ. მე ყოველთვის ვარ იმ ადამიანის მხარეს, ვინც თავის თავზე უსამართლობას აპროტესტებს და ებრძვის. ყოველთვის ასეთი ადამიანების მხარეს უფრო მეტად ვიყავი მე შინაგანად. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ, გისმენთ. მოგესალმებით პირველად. მოგესალმებით, გამარჯობა. თქვენი საკითხთან დაკავშირებით რამდენი გააფრებული პროპაგანდისგან გაგიჟებული ხალხი შემოვარდება და სულელი სიტყვით. ამით არ უნდა ვიჯეროთ რა თქმა უნდა. ეს დღევანდელი ღარიბაშვილის საკითხი არჩევს ძირითადად სულელს საქართველოში რაც ხდება. ეს არის დაუცველობა პირველ რიგში ჩვეულებრივი მოქალაქის როცა ამდენი თამდობის მქონე პრემიერ-მინისტრი და პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი და ასე შემდეგ ეს რა დღეში არის. ამიტომ აქ მიზეზი არის სახელმწიფო მოწყობის სისტემა, როცა მაფიოზური სისტემა არის და ერთი კაცია სათავეში და არჩევის სტრუქტურა, არც სამართლო არ მუშაობს, არც რეგულატორი მუშაობს, ყველაფერი ერთ კაცს ემორჩილება და ერთი კაცის მეგასურველი აწობელი ასე იქნება ყოველთვის. აქ არაფერში არც ღარიბაშვილი, არც მაგილაჟურიძე და არც ვიღაც სიგუა. აქ თავარი არის რომ სახელმწიფო მოწყობის სისტემა არის მახინჯი, რუსული. ამიტომ უნდა შეიცვალოს ეს ყველაფერი თავიდან. არავის არ შეიძლება აქ ვიღაცა ჩანჩქერები რასიტყვიან და გააკეთებენ. თუ არ შეიცვალოს მართლობის სისტემა იქნება ასეთი უბედურება, კიდევ და კიდევ უარესი და დავისგაცეთ. გავიგეთ. აი როგორც არის დღეს. მადლობა, დიდი მადლობა თქვენს არისთვის. ვასრულებთ დღევანდელ გადაცემას. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს.
ზარებისთვის, მადლობა ვინც გვისმენდით და გვიყურებდით. მე ვარ ილია ჩაჩიბაია, კიდევ ერთხელ ფერიცვალებას გილოცავთ და აქვე შეგახსენებთ, რომ ინტერაქტივი ორშაბათიდან სეზონს ასრულებს. ჩვენ დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში, თუ რაიმე ისეთი განსაკუთრებული არ მოხდა, ინტერაქტივით არ ვიქნებით ეთერში, თუმცა ობიექტივის გადაცემები უწყვეტად გრძელდება. გემშვიდობებით, დიდი პატივისცემით, ნახვამდის.